ერთმაგაგ ხალხ გაგაძლიეროთ. ეცადოთ რომ გავიაზროთ ჩვენი ცხოვრების აზრისი. ადამიანი თავისთავად არც ბოროტი არც კეთილიც შეიძლება. ნუ კი ამბობს ერთულიანი რომ ადამიანის სული ქრისტიანია, მაგრამ გუნებით, მაგრამ რა თქმა უნდა, სიკეთე ბევრია ჩადებული, ხატებარი ჩადებული და მსგავსება დამრევალდა, მაგრამ თავისთავად ადამიანის ნება ლატენტურია. თუ საიდან მიემართება, თუ ბოროტის დემონური ნებისკენ მიემართება, ბოროტი ხდება სინერგიაში თუ არა. თუ კეთილი ნებისკენ არის მაშინ ღვთის ნებისკენ მაშინ იგი კეთილი ხდება და ერთდროულად კეთილიცაა და ბოროტის ამოვედეს პოტენციალურად. საიდან მიდის? ამიტომ ჩვენ დავირჩიოთ ღვთის ნება. ადამიანი ესე დინებადია რა, სულ ესე გაედინება, რო დინარი. ერთ დინარში, ერთ წყალში ორჯერ ვერ შეხვას, ხო, ერთ ასე ვთქვათ, ადამიანს ბოლომდე ვერ შეიცვლო, მაგრამ გააჩნია რა მდგომარეობაში მისი სული, როგორ მდგომარეობაში მისი სული. თუ მისი სული სამოხისო მდგომარეობაში აქა და არის კეთილად და არის სათნოებაში, მაშინ მიემართება და გზა ეცნობა მას და განიღთობა. თუ დემონურ და ჯოჯოხეთურ მდგომარეობაშია, წინააღმდეგება ღვთისნებას არ უჯერებს ღვთისნებას, ხო, მაშინ ჯოჯოხეთურ და დემონურ მდგომარეობაში შეპყრობილი ხდება. და ეს მძიმე მდგომარეობა მასში ბადებს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობას. თუ არ გამოვიდა ამ მდგომარეობიდან ვერაფერი ვეღარ უფრო და უფრო მძიმდება. ზოგჯერ ადამიანს კეთილგანწყობას უვლენ ესე ვთქვათ დახმარების სურვილს იჩენო, ლოცვით დაეხმარო, ხელი გაუწოდო, სიყვარულში გააძლიერო, ურჩიო, მაგრამ არ გაძლევს ამის საშუალებას. მასში მყოფი სიჯიუდე თვითონ თავისუფლებებით არ გაძლევს. შეიძლება შეპყრობილების სახითაც მას იმ სულის გავლენის, რომელიც დემონური გავლენის ქვეშაც იმყოფება, იმ სულის გავლენით იგი კიდევ მეორე მხრივ ეს ამ ასპექტითაც გებრძვის. ზოგს უბრალოდ არ ყოფნის იმდენი მასშტაბი სულიერი, მისი გონებრივი და სულიერი სივიწროვე, მისი ცნობიერებისა და გონების და კეთილშობილების სივიწროვე არაძლევს საშუალებას იმისა, რომ ეს კეთილგანწყობა და ეს ადამიანური მოყრობა გაიგოს და ამის შესაბამისად შეაფასოს. პირიქით, რაც უფრო მეტად, ასე ვთქვათ, კეთილგანწყობას გამოიჩენ ზოგჯერ, ზოგ ადამიანს და ბევრი ესეთი ილუზია ექნება იმისა, რომ თავისუფლება მისცეს იმისა, რომ საერთოდ იგნორი გაუკეთოს შენს პიროვნებას, დაარიგებას, და მასზე დახარჯული ენერგიას, თვლის რომ ესეც უნდა იყოს და ეს თავისთავად ეკუთვნის და ცხადად ეს მას ესეც უნდა თავისთავად იყოს. არა და ესე არ არის, ხო? და ილუზიას უქმნის იმისა, რომ მას აქვს უფლება, რომ ლეგალური გახადოს საკუთარი უპატივცემულობა, ყურადღებობა, ცივსისხლიანობა. ამაზე პასუხი ერთი არის, რასაც დასთესავს, იმას მიიღებს. რასაც გასცემს, ის მიეცემა. და ეს სხვა წამალი ამაზე არ არსებობს. ამ ამოცანას ერთი პასუხი აქვს. ან არ ეკლია ზუსტად, ისე როგორც გაიღებს, ისე აერეკლება ზუსტად. ეს ყველაზე უკეთეს შემთხვევაში. ეს ამოსვისეთ ყველაზე უფრო სუბუქ და არამტკივნეულ ვერსიას ვიძახ. სანამ არ მოიმტრევს ხებს, მანამდე ვერ ისაუბროს ადამიანი. ამიტომ არ უნდა გაგვევსოს, რასაც ვიდენ დროში, ის გახვდება მარადიულობაში. რასაც შევკრავთ აქ, შეკრული იქნება იქ მარადიულობაში. რასაც გავხსნით აქ მოვინანთით, იქნება ხსნილი იქ. ბოროტება არ აქვს ძალიან დიდი მრავალფეროვნება. ბოროტებას არსი მაინც ყოველთვის მსგავსია ერთმანეთს. თითქოს სხვადასხვა სახით ვლინდება, მაგრამ ძალიან არასაინტერესო და მრავალნაირად გამომჟღავნებულია, მაგრამ სახე, ასე ვთქვათ, მისი არსი ერთია, განადგურება და თვითგანადგურება. ბოროტება ყველა ფორმით, სხვადასხვა ფორმით ვლინდება, მაგრამ სახე მაინც არსი ერთი აქვს. იცნობ, შეიგრძნო მის ნაკვალებს, ბოროტების ნაკვალებს შეიგრძნო. ამიტომ კი არის თითქოს არსით ერთფეროვანი, მაგრამ სხვადასხვა ნიღბით ინიღბება ხოლმე. ეს საოცარი მიმიკრიისთვის ეყავს ბოროტებას. აბსოლუტურად ესე იგი გენიალურ ამ შემთხვევაში ბოროტად გენიალურ რაღაც ფორმებს იღებს.
იმდენად გასაკვირი შარმი აქვს ზოგჯერ და ხიბლი აქვს და ხარიზმა აქვს, შავი ხარიზმა, აი ეს რაღაცა ეს ბოროტი ადამიანის გაბოროტებული და არაკეთილ განწყობილ ადამიანს ზოგჯერ იმდენად ხიბლი და შარმი და რაღაცა ის აქვს. ხარიზმა თითქოს რომ შეიძლება რომ ისე მოტყუდა და პირიქით მადლობები უხავდა შენთვის გადახდილ ბოროტებას. ისე გაგაცურავს რომ იმ გაცურებაზე და იმ ასე ვთქვათ ორპირება ღალდაზე და სიცბიერეზე და სისხლიანობაზე შენთვის აშკარად თითქოს მიღებულ ზიანზე მადლობას კი გადაუხდება. ამიტომ ეს რაღაცა პარადოქსულად არაპროპორციულ და არაშესაბამის რეაქცია შეიძლება მოხდეს. იმდენად ნიჭი აქვს სულს ამის. აქცია ეს თავისებური ეგეთი ხალხიც არსებობს, ხო? და იმდენად შეიძლება შენ იყო შეფუთოს რომ პირიქით აღტოვანებული დარჩე, გაცრუებული და პირჩალა გამოვლებული. მაგრამ ეს რომ არ მოხდეს, ამით თვალებით იცნობთ მას და ნიღბით იცნობთ მას. თვალები არის ადამიანის სულის სარკე. სული წმინდის მადლი ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. სული წმინდის მადლი მოვიხვეჭოთ უნდა. როგორ სწორად არ გაიგოს, დარიგება და მოწოდება ეს არის მოიხვეჭოთ სული წმინდის მადლი მოიხვეჭოთ. ფული მოიხვეჭეთო და ქონება კი არა. ზოგმა პირიქით გაიგოს. გამოტოვა სული წმინდის მადლი და მოიხვეჭეთ ქონებაო, ესე გაიგო. და ფუფუნება და ქონება რო აცხოვნებდეს, მაშინ ძალიან ადვილი მაინც არ იქნებოდა, მაგრამ შედარებით ბევრად ადვილი იქნებოდა. ბევრად ადვილი იქნებოდა ის, რასაც ქრისტიანობა ამბობს, რომ განგრძობა. მაგით არ განისაზღვრება. ეს რელიგიური მატერიალიზმი, რომელიც დღეს შემოვიდა, პარადოქსი ხო რელიგიური მატერიალიზმიც არსებობს. აი ეს რელიგიური მატერიალიზმი, რომელიც ამ მომხვეჭელობის ტალღას გაუჭება. ხელში რეალურად არაფერი არ შერჩება. ამიტომ სწორად უნდა გავიგოთ, მოიხვეჭეთ სული წმინდის მადლი და არა პირიქით. მოიხვეჭეთ მიწიერი სიმდიდრეები და მიწიერი ბალასტი. კომფორტი და ეს დიდრული ცხოვრების სესია ყველაზე მდაბიო რიტმია. უამრავი რიტმი არსებობს ამ ცხოვრებაში, მიწიერ ცხოვრებაში. უამრავი რიტმი, უამრავი ციკლი, უამრავი ხარისხის რეჟიმი, უამრავი სიხშირე არსებობს. ყველაზე მდაბიო სიხშირე და მდაბიო რიტმი ეს არის აი ამ ცხოვრების პრიმიტიული, ვულგარული კომფორტისა და ფულისა და ესეთი ძალაუფლებისა და გავლენების დევნა. ეს ყველაზე მდაბიო, ეს იმდენად მდაბიო და არასაინტერესოა, რომ ამაზე მსჯელობაც ძალიან მოკლედ შეიძლება, მოკლე ინტერვალზე იმუშაოს, რომ მოკლე ინტერვალზე მუშაობს ისედაც ეს. ყველაზე მდაბიო სახის რიტმი და მდაბიო სახის სიხშირეა ეს. და პრიმიტიულია და ვულგარული. და ფატალურად თავდება მუშაობს მოკლე ინტერვალზე. და ილუზია იქნება იმისა, რომ ეფექტურია და კარგია. ამიტომ ვეცადოთ რომ თავი დავიმდაბოთ. ვეცადოთ რომ აი იმ ხეს დავემსგავსოთ, იმ ლერწამს დავემსგავსოთ, რომელიც თავს იმდაბლებს და ქარისა და განსასწრების ბრიგალის დროს გადაიხრება და არ მოიგლიჯება. მუხალამაზია ძალიან და ძალიან დიდი შვენიერება აქვს. სიძლიერია და განასახიერებს უზარმაზარ სიმბოლოებს, სიმბოლიზირებს რაღაც ყველაფერს თავის სიმბოლო აქვს. სცენარეებშიც, ფლორაშიც, ფაუნაშიც ეს დიდი თემაა. მაგრამ მუხას თუ გონია რომ ვერ წააღწევს გრიგალი და ქარიშხალი ძალიან ცდება. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ლერწამი უფრო პრაქტიკულია და მადლით დარბირებულია, ნედლი ხე უფრო დაცულია. გადაიხრება, ფესვები გაუმოკლდება, მაგრამ არ წაიქცევა და არ გადახდება. თუ გამოფიტულია, თუ გახენეშებულია და გახევებულია და გამხმარია, მაგრამ ძლიერია და გონია რომ დგას და გონია რომ აქ ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს და უბერავს ეს გრიგალი, რომელიც მას ფესვებიანა ამოკლითებს. მაგრამ უფალი მოწყალია ყოველთვის. ხე ბოროტმა სულმა ადამიანი ხეს გავს, რომლის ფესვები ზეცაშია და მიწაზე მისი გოთლები, ყვავილები და ნაყოფია. და გამოიღოს აქ. როდესაც ხეს ზოგჯერ ეს სოფელი გასხლავს, ყველაზე ზოგადად შემთხვევაში გასხლავს და ყველაზე ცუდ შემთხვევაში მოჭრის, უფალი მოწყალია. ყოველთვის უთოვებს პატარა ხლორს, ყოველთვის შანსს უთოვებს.
რომ თითქოს მოჭრილია, თითქოს გადაჭრილია, მაგრამ იქ რაღაცა მწვანე პატარა რაღაც დარჩენილი არის, პატარა თორტი. აი იქიდან შანსს აძლევს. თუ კი მოინდომებს, რომ ისევ იმ პირველდან მდგომარეობას და უკეთესსაც მიაღწიოს, გაიზარდოს, აყვავდეს და ისევ დიდი ხე გახდეს. აძლევს მაინც მოწყალი. ყოველთვის აძლევს ამის შანსს. ამიტომ ვეცადოთ, რომ ეს მოწყალება კეთილად გამოვიყენოთ. ვეცადოთ, რომ მეტი ვილოცოთ, მეტი, ვთქვათ, ჩვენი სულიერობაში უფრო მეტად მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ შენდობის საქმეს შეუნდობთ ყველაფერი, შენდობის თავის დამდაბლებით, შენდობით გაცნობიერებით ჩვენი ცხოვრების საზრისის, მეტად გაფართოებით ჩვენი სულიერი, ასე ვთქვათ, ფორმატის ჩვენი ცნობიერების უფრო მეტი გაფართოებით, უფრო მეტი სოდნის მიღებით, გაანალიზებით საფრთხო სოდნისა, მისი მეტად გამოყენებით პრაქტიკაში ცხოვრებაში, შეცდომების გამოსწორებით, მეტი ფიქრით, მეტი ლოცვით, მეტი მარხვით, რომელიც ახლა იწყება, ხშირი ზიარებით და ასე შემდეგ სამის ერთელი უფრო წინ მიარ ვევედოთ, თუმცა რაც ჩვენ არ შეგვიძლია, ხოლმე უცებად შეგვეცდებინებს და გზას ისედაც ხსნელს ჩვენს ჯვარკრთულებს უცხოს გახდეს. მადლობს ჩვენს იესო ქრისტეს იყოს, თქვენ ყოველთა თანაა.